აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. დღეს მე გაჩვენებთ იმ იშვიათ კადრებს, რომლებიც ქართულ მედია სივრცეში თითქმის არასდროს ვრცელდება. მოგიყვებით იმ წარმატებებსა და შეტაკებებზე, სადაც რუსული არმია, რომელიც აღიარებულია როგორც მსოფლიოს მეორე არმია, ქართულმა ჯარმა, ჩვენმა ბიჭებმა უბრალოდ გადათელეს და მასტერკლასი ჩაუტარეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მე ვიცი, რომ ჩვენ ყველა ჩვენი ბიჭებით ვამაყობთ, მაგრამ იმას, რასაც თქვენ დღეს ნახავთ, კიდევ უფრო აგივსებთ გულს სიამაყით და მორიგ ჯერზე მოგვანდომებს, რომ ჩვენს გმირებს მადლობა გადაუხადოთ. მადლობა მათ გმირობისთვის, თავდადებისთვის და უმტკიცესი სულისკვეთებისთვის. დავიწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ ოსების ჯარს რუსები რამდენიმე წლის განმავლობაში წვრთნიდნენ, ისინი არ აღმოჩნდნენ მზად ქართული ბლიცისთვის. ჩვენმა ბიჭებმა ელვისის სწრაფით დაძლიეს მათი ბლოკპოსტები და ნებისმიერი სახის წინაღობები და ცხინვალისკენ დაიწყეს გადაადგილება. ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის მაშინდელმა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა ედვარდ კოკოიტმა ცხინვალი დატოვა და ჯავისკენ გადაიწია, სადაც რუს ჯარისკაცებს უნდა დახვედროდა და იქ მყოფი ოსებისგან რაზმები შეეკრა. საუბარია 7 აგვისტოზე. ქართული იერიშის ეფექტს ყველაზე მეტად ეს კადრები ადასტურებს, სადაც ოსი ჯარისკაცი პირდაპირ ამბობს, რომ რას გუშვრებიან ქართველები, მათ ვერაფერი აჩერებსო. იხილეთ ვიდეო. Что с нами делаем? Где переезд? Оттуда? Да. Там, да? Да. Что-нибудь ничего не останавливает, их идут спокойно. Ничего нет пока уже. Все. როგორც უკვე ვთქვი, სამაჩაბლოში რუსული სამშვიდობო ძალები იმყოფებოდნენ. ბევრს ეს ჯარისკაცები გაუწვრთნელი და უბრალო ბუტაფორია გონია, თუმცა ამ შემთხვევაში ასე ნამდვილად არ იყო. რუსული სამშვიდობო ბატალიონი 135 მოტომსროლელი პოლკისგან შედგებოდა. ეს პოლკი 2008 წლისთვის მაღალი საბრძოლო მზადყოფნის ნაწილად ითვლებოდა. პოლკი მუდმივ წვრთნასა და მზადებას გადიოდა, ასევე სხვადასხვა სიტუაციებისთვის ემზადებოდნენ, მაგალითად ქალაქის ბრძოლები და შენობის დაცვა. უშუალო ჯარისკაცების გარდა პოლკში მსახურობდნენ გერეუს სპეცრაზმის წევრები, მათ შორის მე-10 და 22 სპეცრაზმის ბრიგადის წევრები. ამ მებრძოლებს საკმაოდ მაღალი მომზადება ჰქონდათ გავლილი. კონტინგენტის რიცხოვნობა 500 ადამიანი იყო. მათი ნაწილი რეგიონის სხვადასხვა ბლოკპოსტებზე იყვნენ გადასროლილი, თუმცა მაინც ძირითადი ნაწილი კონცენტრირებული იყო ეგრეთ წოდებულ ზედა ქალაქში, რომელიც უბრალოდ ამ მშვიდობის ყოფილების შტაბი იყო, თავისი ტექნიკით და იარაღით. ქართულმა ჯარმა ამ შტაბის, ანუ იგივე ბაზის ბლოკირება მოახდინა, თუმცა პოზიციებზე ცეცხლი არ გახსნეს. ჩვენი მხრიდან ამას უბრალოდ შემაკავებლის ფუნქცია ჰქონდა. ცოტა ხანში ამ შტაბის ყველაზე მაღალი შენობის სახურავზე აძვრა ოსი ოლეგ გალავანოვი, რომელიც ხედავდა ქართველების გადაადგილებას და დანარჩენებს მათ პოზიციებს უმხელდა. გალავანოვის თავხედური საქციელი, რა თქმა უნდა, ჩვენებს არ გამოეპარათ. ის ჯერ გააფრთხილეს, რომ სახურავიდან ჩამოსულიყო, თუმცა გაფრთხილება უკუაგდო. შემდეგ ცეცხლი გახსნეს მისი პოზიციისკენ, რაც კიდევ ერთი გაფრთხილება იყო. ოლეგმა მაინც გააგრძელა ქართველების პოზიციების დასმენა. საბოლოოდ ჩვენებმა საქმეში ტანკები ჩართეს და ოლეგი თავის პოზიციიანად გაანადგურეს. ინციდენტიდან მალევე რუსების რაღაც ნაწილი ჩასტა BMP-ებში და ბაზის დატოვება დაიწყეს. რა მიზნით ტოვებდნენ ბაზას, დღემდე არავინ არ იცის, მათ შორის არც რუსულმა მხარემ. თუმცა ქართველებს გაფრთხილებული ყავდათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაეტოვებინათ ბაზა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩაითვლებოდა როგორც საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე შეტევად, რის შემდეგ ჩვენ ბიჭებს მოუწევდათ საპასუხო ცეცხლის გახსნა. ომია და ამ დროს ვერ დაიწყებ მკითხაობას, რა მიზნით არიან ეს რუსები წამოსული, შეტევაში გადმოდიან თუ რაღაც თავის მისიას ასრულებენ. რუსებმა ეს მოწოდება დააიგნორეს. გაინტერესებთ, რა დამართეს ჩვენმა ბიჭებმა მათ ტექნიკას? ნახეთ. ბაზაზე დარჩენილმა სამშვიდობოებმა ქართველების მისამართით ცეცხლი გახსნეს. სპეცრაზმელმა როუშან აბდულინმა RPG-ს გამოყენებით ერთი ქართული ტანკი დააზიანა. საბედნიეროდ ეკიპაჟი გადარჩა. სამაგიეროდ როუშანი ვეღარ გაიქცა ქართველებთან პირისპირ შეტაკებას და სასიკვდილოდ დაიჭრა. 9 აგვისტოს საქმეში ჩვენი ანტისარაკეტო და ანტისაჰაერო სისტემები ჩაერთვნენ. ზუსტად იმავე დღეს რუსეთმაც გადაწყვიტა, რომ უფრო ხშირად უნდა ემუშავა საქართველოს პოზიციებზე ავიაციით. ანუ გამოდის, რომ შედგებოდა დუელი საქართველოს ანტისარაკეტო და ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რუსეთის ავიაციის შორის. ოკუპანტებმა დილის 8 და ზოგიერთი წყაროს მიხედვით 9 საათზე 52 მძიმე ბომბდამშენი პოლკის შორსმოქმედი ზებგერითი Tu-22 M3-ები ააფრინეს. Tu-22 საბჭოთა და რუსული ავიაციის ერთ-ერთი სიამაყეა. ის მძიმე ბომბდამშენია, რომელიც ფაქტობრივად მოსიარულე ციხესიმაგრეა და მოწინააღმდეგის პოზიციების განადგურება შორი მანძილიდან შეუძლია. წარმოიდგინეთ, MiG-31-ს, რომელსაც დღეს უკრაინაში რუსეთი აქტიურად იყენებს, მხოლოდ ერთი კინჟალის ტარება შეუძლია. შედარებისთვის Tu-22-ს 4-ის.
სადაც კი რუსეთმა იომმა აბსოლუტურად ყველგან გამოიყენეს ეს მართლაც მოსიარულე ციხესიმაგრე. ავღანეთში, ჩეჩნეთის პირველ ომში, სირიაში 2015 და 2017 წლებში და ახლა უკრაინაში. ავიაციის ისტორიაში მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა არის, როდესაც Tu-22 ბრძოლის ველზე განადგურდა და გამოიცანით ვინ შეძლო ეს. ჩვენმა ქართველმა ბიჭებმა. Tu-22 შეუძლიათ 14 კილომეტრის სიმაღლიდან პოზიციების დაბომბვა, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ სურდათ ბომბების თავისუფალი ვარნის პრინციპით ჩამოყრა. რის გამოც პილოტებმა ახლოს დაფრენა გადაწყვიტეს. ჩვენებმა კი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი ოსა გამოიყენეს და სულ მცირე ერთი რაკეტა მოარტყეს მიზანს. Tu-22-ის გაუნადგურებლობის ლეგენდა ქართველებმა დაასრულეს. ეკიპაჟის 4 წევრიდან 3 გარდაიცვალა და 1 თვეში ჩავიდნენ. ინციდენტიდან 1 საათის შემდეგ შინდისის თავზე რუსული Su-24 გამოჩნდა. ის ქართველების артиლერიის პოზიციებს ეძებდა. ჩვენმა ბიჭებმა ისრაელის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის სპაიდერით Su-24 Tu-22-ის გზას გაუტანეს და ისიც გაანადგურეს. ერთი პილოტი გარდაიცვალა, ერთი ისევ თვეში ჩავიდნენ. 11-ის ნახევარზე საბრძოლო მოქმედებების თავზე ამჯერად მოიერიშე რუსული Su-25 დაფრინავდა, როდესაც ქართველებმა ზუსტი დარტყმით გაარტყეს და ბრძოლიდან გამოთიშეს. მას ერთი ძრავი დაუზიანდა და პილოტმა 372-მერვე მოიერიში ავიაპოლკის მეთაურმა პოლკოვნიკმა სერგეი კაბილაშამ ერთი ძრავით სადა რუსულ აეროდრომზე გაფრენა. თუმცა ოსებმა იფიქრეს, რომ ეს ქართველების Su-25 იყო და მათაც ესროლეს. საბოლოოდ თვითმფრინავი ჩამოვარდა და განადგურდა, პილოტი კი გადარჩა. ნებისმიერ შემთხვევაში თვითმფრინავი ბაზაზეც რომ დაშვებულიყო, მაინც შეკეთებას საჭიროებდა და დიდი ხნით იყო გამოთიშული. ანუ ისევ და ისევ ჩვენი ბიჭების წარმატება იყო. იმ დღეს კიდევ 3 Su-25 დაუზიანეთ. არ განადგურდნენ, მაგრამ ომს საბოლოოდ გამოეთიშნენ. აქედან 2 იმდენად იყო დაზიანებული, რომ რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარებოდა და საერთოდ ჩამოწერეს. როდესაც ოკუპანტები შინდისის ტრაგედიაზე ისაუბრებენ, მათ ისიც გაახსენდებათ, რომ 2008 წლის 9 აგვისტოს პატარა საქართველომ რუსეთის ავიაციას შავი დღე აყარა. მთლიანობაში იმ დღეს ქართული ანტისარაკეტო და ანტისაჰაერო ძალებისა და რუსული ავიაციის დუელი 7-0 დასრულდა ჩვენების სასარგებლოდ. დაიღუპა 5 მფრინავი, 2 კი ტყვედ ჩავარდა და თან ეს ყველაფერი დილის 9-დან დღის 12 საათამდე მიმდინარეობდა. წარმოიდგინეთ, უკრაინაში თითქმის 2 წელი არის უკვე ომი მიმდინარეობს და იქაც კი არ განმეორებულა ასეთი შედეგი. წინა დღეს 8 აგვისტოს ოკუპანტებმა თითქმის 60-ზე მეტი ფრენა განახორციელეს. 9 აგვისტოს კი ეს მაჩვენებელი 30-მდე შემცირდა. როგორ მოგწონთ? 9 აგვისტოს დილით 135 ტაქტიკური ბატალიონის პოლკს 58 არმიის მეთაურები გენერალ ხრულიოვის ხელმძღვანელობით შემოყვნენ. ხრულიოვი იმ რუსებს მიეკუთვნება ყველას, რომ ზემოდან უყურებენ, თავის სამყაროს გამგებლები გონიათ და ფიქრობენ, კი არა და დარწმუნებულები არიან, რომ სამყარო მათ ირგვლივ ბრუნავს. მოგვიანებით ეს კაცი ინტერვიუში იხსენებდა, რომ კიდევ კარგი ჩავიდა ცხინვალში და სიტუაცია დაალაგა, თორემ მის გარეშე ვერაფერს იზამდნენ რუსები. ახლა გავუშვებ ვიდეოს, სადაც კარგად ნახავთ, რა დღეში იყვნენ რუსი ოფიცრები, რომლებსაც საერთოდ ვერაფერი ვერ გაეგოთ, ვინ ხელმძღვანელობდა მათ, ვინ სად უნდა წასულიყო, ვინ სად იყო განლაგებული, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა და თვითონ თავისი ძალები და თავის შეხედულებებით ანაწილებდნენ სამხედრო ნაწილებს. На этом участке. Вы организуете оборону? Я поехал. Вы на свою, да. Так, техника ваша где? Вот она на дороге стоит 4 Все, аккуратно по одной БМП разворачивайте и на позицию. Утром приехали к нам. Полковник приехал с округа сам. Сказал, полк ваш совершает ваш приказ. Командир дивизии при мне поставил задачу Так что, командира ну столько полка. начальников здесь, кого слушать, кого Командира вообще не дивизии понимаю. слушайте. Командир дивизии, командира полка. Приехал замкомандующий армии, разъебал, что мы там стоим. Ну, как генерал-лейтенант, как შორიახლოს 151 განცალკევებული სატანკო ბატალიონის 4 ტანკი იდგა. ისინი უпростоრად ბედის ანაბარად იყვნენ დარჩენილი. ერთიანი მმართველობითი ცენტრი არ არსებობდა. ამ ტანკებმა დამოუკიდებლად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლკისგან ცალკე შესულიყვნენ ხეთაგუროვში, ქვეითების გარეშე. 9 აგვისტოს გადაჯგუფებულმა ქართველებმა მეორე ბრიგადის ნაწილები ხეთაგუროვში შეიყვანეს და შეტევა დაიწყეს. ამ 4 ტანკმა, როდესაც დაინახა ქართველების დიდი ნაწილები, უკან დაიხიეს და მშვიდობის ყოფილების შტაბში გადაინაცვლეს, რითაც მათი თავდაცვის უნარიანობა აამაღლეს. ამ ტანკებმა ხრუნლოვს გააგებინეს, რომ ხეთაგუროვში ქართველები იმყოფებოდნენ. ომის ღმერთმა ხრუნლოვმა კი გადაწყვიტა, რომ артиლერიით დაებომბა ქართველების პოზიციები. артиლერიამ გაისროლა, მაგრამ უშედეგოდ ქართველები იქ უკვე აღარ იყვნენ. 2008 წელს რუსები საკომუნიკაციოდ უძველეს რადიოტექნიკას იყენებდნენ. ჯერ კიდევ ჩეჩნეთის ომის პერიოდში, რომ შეიძლებოდა მათი ჩახშობა ან მოსმენა. ამიტომ რუსული артиლერია მხოლოდ მკითხაობდა სავარაუდო პოზიციებს. საბედნიეროდ ამის კადრებიც მოიპოვება და ნახეთ რა დღეში იყვნენ მსოფლიოს მეორე არმიის წარმომადგენლები. Запал лиман. Так, вот эти почему не пошли?
X 75-200. Нет, вот. 75-200. Запал, ты меня слышишь? Надо быстрее. Запал Лиман. Это наши там говорят. А кто там наши? Не знаю, там какой хит, это просто... А кто? Да ну нахуй. Анапе еще пусть один расстреливает. Точно наших нет? Да там наших нет, там никого нет. სანამ რუსები ძველი ტექნიკით ცდილობდნენ ერთმანეთისთვის შეეტყობინათ თუ სად იყვნენ განლაგებული ქართველები და კოორდინატები გადაეცათ, ქართველმა რადიომზვერავებმა აქეთ შეძლეს რუსების პოზიციების კოორდინატების გაგება და ისევ უზუსტესი საარტილერიო იერიშით ოკუპანტების პოზიციას შეუტიეს. ამის კადრებიც გვაქვს. ერთი ჭურვი საბრძოლო მასალით სავსე სატვირთოს მოხვდა, რამაც დეტონაცია გამოიწვია და განადგურდა. განადგურდა ასევე ერთი GAZ-66 და ერთი BMP. გარდაიცვალა სერჟანტი ნიკოლაი პალტარანენი. ეს დაბომბვა მედიაში ყველაზე უკეთ გავრცელდა და ალბათ თქვენს გექნებათ ეს კადრები ნანახი. Что на наших глазах буквально подорвалась боевая российская техника. Снимаю, уебываю. Ребят, мины не разорвавшиеся. Ходим. Да. Снимаешь? შეაფასეთ ჩვენების მუშაობა. აღმოაჩინეს ოკუპანტების პოზიციები, არტილერიამ უზუსტესად იმუშავა და აიძულა რუსები თავქუდ მოგლეჯილი გაქცეული იყვნენ. აქ კიდევ ერთი პატარა კურიოზიც მოხდა. ცოტა ხანში, როდესაც სიტუაცია ჩაწყნარდა, 58 არმიის თავზე სულ 25 გამოჩნდა. გენერალი სხვრილოვის არმია, რომელიც ცოტა ხნის წინ სიკვდილს გადაურჩა, რაღაც ისეთ საჭიროებდა, რომ რეპუტაციას გამოუსწორებდა. მათ სულ 25 ჩამოაგდეს. სხვრილოვმა კი გამარჯვებული სახით და სიამაყით თქვა, რომ აი ამიტომ 58 არმიის თავზე არ უნდა იფრინოს თვითმფრინავმა. Ну вот, войсковое ПВО от Дагон. Да, Дагон. Блин, красиво, конечно, красиво. Не надо летать над 58-й армией, это თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს სულ 25 ქართველების კი არა, თვითონ რუსების იყო. იმ დღეს გადაწყდა ხრულიოვი სამშვიდობო ძალების შტაბში გადავიდოდა. მისი კოლონა დაიძრა, თუმცა წინ არავითარი სადაზვერო სამუშაო არ ჩატარებულა. სამაგიეროდ რაიონში იმყოფებოდნენ ჩვენი მზვერავები. ატყდა სროლა. ამ შეტაკების დროს თავად ხრულიოვიც დაიჭრა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით გენერალი ფეხში, ხოლო ზოგის მიხედვით უკანალში დაიჭრა. ბრძოლას შეეწირა პოლკის მეთაურის მოადგილე მაიორი დენის ვეტჩინოვი. ელვისებური შეტევის შემდეგ ჩვენმა მზვერავებმა თავის პოზიციებზე გადაინაცვლეს. გენერალი ხრულიოვის სასწრაფოდ გააქცეს ბრძოლის ველიდან და ვლადიკავკასის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ომის ღმერთი ომში აღარ დაბრუნებულა. რუსების კოლონა კი ფაქტობრივად ორჯერ შემცირდა. თუმცა მთავარი განადგურება წინ ელოდათ, რომელიც რუსულ მედიაში პრაქტიკულად არ გაშუქებულა და საქართველოშიც ეს კადრები ძალიან ცოტას აქვს ნანახი. რუსულ მედიაში არ გაშუქდა იმიტომ, რომ ჟურნალისტებს აშლევინებდნენ ამ ვიდეოებს და ფოტოებს. მიუხედავად წაგებული შეტევისა, კაპიტანი სილივანოვის 8 BMP მოძრაობა მაინც გააგრძელა. იმ გმირმა მზვერავებმა ამხელა კოლონას, რომ ჯერ მარტო გაუმკლავდნენ და კინაღამ გენერალი მოკლეს, თავის მეთაურებს აცნობეს, რომ 8 რუსული BMP სავარაუდოდ მშვიდობის ყოფილების ქალაქისკენ აგრძელებდა მოძრაობას. მეორე ბრიგადის უფროსობამ რუსული კოლონის წინააღმდეგ რამდენიმე ტანკი გადაისროლა. შედეგად კი რუსები უსასტიკესად გავანადგურეს. აი უკრაინის ომში ხო გინახავთ ქუჩაში რომ ყრია ტანკები განადგურებული. აი დაახლოებით ზუსტად იგივე იყო ჩვენ შემთხვევაშიც. ნახეთ კადრები. კაპიტანი სილივანოვი და მისი მოადგილე დაიჭრნენ. გენერალი ხრულოვის კოლონიდან კავშირზე აღარავინ გამოსულა. იმ დღეს ბატალიონმა სულ მცირედ 11 ჯარისკაცი დაკარგა. თუმცა მისი წევრები დარწმუნებულები არიან, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტია. ეხლა მითხარით, ხომ გახსოვთ 4 რუსული ტანკი, რომელიც ხეთაგუროვში შევიდა, შემდეგ კი გადავიდნენ რუსული სამშვიდობო ძალების ბაზაზე. აი ახლა მაგ ტანკებს მივადექით. გაიმართა სატანკო დუელი და აი ვიღაცამ რომ გითხრათ, რომ სოფლიოს მეორე არმიამ გამართა სატანკო დუელი ჩვენნაირ 3 მილიონიან ქვეყანასთან. ყველა უცებ ვიფიქრებთ, რომ ალბათ გაანადგურეს ამ პატარა 3 მილიონიანი ქვეყნის არმიის ტანკები. რა შედეგით დასრულდა საქართველოსა და რუსების სატანკო დუელი? ერთი ტანკი ჩვენ გაუნადგურეთ, ერთიც იმათმა გაგვინადგურეს. თუმცა ეკიპაჟი ჩვენ შემთხვევაში გადარჩა, ისევე როგორც იმათ შემთხვევაში. თუმცა მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საამაყო შედეგი არის, როდესაც ჩვენმა ტანკისტებმა აი ასეთი მძიმე ბრძოლა და თანაბარი ბრძოლა მისცეს ასეთ არმიას.
ჩვენ ვართ 3.5 მილიონიანი ქვეყანა. რუსეთი კი 140 მილიონიანი ქვეყანა, რომელმაც თითქმის ყველა დეკადაში იომა და დღესაც ომობს. ჩვენი არსენალი რუსეთის არსენალს არ შეედრება, შესაბამისად არც საბრძოლო გამოცდილება. იმ 5 დღეში ჩვენმა გმირმა ბიჭებმა რიგ შემთხვევებში, როგორც მოგიყევით, რუსებს არა მხოლოდ თანაბარი ბრძოლა მისცეს, არამედ მასტერკლასი ჩაუტარეს და სკოლაშიც კი წაიყვანეს. ჩვენმა ჯარისკაცებმა ამ 5 დღეში მთელ მსოფლიოს დაანახეს, რომ საქართველო ხელწამოსაკრავო ქვეყანა არ არის და არც იქნება და თუ კი აუცილებლობა დადგება, რუსეთის ნაირ ქვეყანასთანაც კი ვიომებთ. დღეს არ ვსაუბრობ დაშვებულ შეცდომებზე, რომლებიც შესაძლოა ჩვენი მხრიდან ძალიან ბევრი იყო. მე უბრალოდ მინდოდა მომეყოლა იმ უცნობ თუ ნაკლებად ცნობილ შეტაკებებზე, რომლებშიც ჩვენმა ბიჭებმა რუსებს 1 სანტიმეტრიც არ დაუთრეს და რიგ შემთხვევებში ათრიეს კიდეც. მოგვიანებით, როდესაც სამაჩაბლო გაივსო რუსული ტექნიკითა და ჯარით, ინიციატივა დაუკარგეთ და რიცხობრივი უპირატესობა მოწინააღმდეგის ხელში გადავიდა. დანარჩენი კი უკვე იცით რაც მოხდა. და სანამ დავასრულებ საუბარს, ერთ სამარცხვინო რუსულ პროპაგანდაზეც მინდა მოგიყვეთ, რომელიც ისედაც კარგად იცით, რომ სამარცხვინოა, მაგრამ ამ შემთხვევაში თავისთავად აჯობეს. ფოთში, როდესაც რუსები შემოვიდნენ, ფაქტობრივად წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ. ისინი წყნარად შევიდნენ პორტებში და არსებული ქართული სამხედრო კატარღები გაანადგურეს რა? დააყენეს უბრალოდ ბომბები, გამოვიდნენ და ააფეთქეს. ასე ჩაძირეს ძირითადი ნაწილი. ამ ამბავს უამრავი საერთაშორისო ჟურნალისტი და უამრავი კადრი ადასტურებს. ასევე ვინც ფოთიდან არის, ისინიც კი დაადასტურებენ. მაგრამ რუსულმა პროპაგანდამ ნახეთ რა გააკეთა. მე ამ კადრებს არ გავტიტრავ, ხელს არ ვახლებ, გაგებ რუსული ენის ცოდნაც კი არ უნდა, უბრალოდ უყურეთ და აი ამ სიგიჟეს ნებისმიერი ადამიანი შეიგრძნობს. Который произошел в Черном море между российскими и грузинскими судами. События 10 августа. В его репортаже воссозданы поминутно. Это случилось вечером 10 августа. Морской бой между русскими и грузинскими моряками. Из порта Потти навстречу им вышли 5 быстроходных грузинских катеров. Их задача – атаковать и потопить наши корабли. Тактику этого нападения разработали американские военные спецы. И вот тогда малоракетный корабль «Мираж» получает приказ уничтожить противника. Расстояние до цели около 35 километров. Подготовка к удару, расчеты – все было сделано буквально за несколько минут. Морской бой всегда скоротечен. 18:41 командир «Миража» дает команду «Залп». Первая ракета пошла к цели, через несколько секунд вторая. Подлетное время до грузинского катера Тбилиси всего 1 минута 20 секунд. Расстояние между противниками около 25 километров. Попадание первой ракеты в машинное отделение катера Тбилиси. Через секунду еще один доклад. Попадание второй в ходовую рубку. На радаре нашего корабля в течение 30 секунд была сильная засветка, что означает полное уничтожение цели, сопровождаемое большим выбросом тепловой энергии. Другой грузинский катер, увеличив скорость, идет на сближение с нашим кораблем. «Мираж» открывает огонь, на этот раз зенитным комплексом «Оса». В это время расстояние сократилось до 15 километров. Первая ракета попадает в борт грузинского катера, который сразу же задымил, сбавил скорость и попытался уйти с линии огня. «Мираж» не преследует подбитого противника. Приказа на добивание нет. შესაძლოა ჩვენთვის კარგი შედეგებით არ დასრულდა, მაგრამ ქართული ხასიათი, მებრძოლის სული და ოკუპანტისადმი დაუმორჩილებლობა გამოჩნდა, რომ დღემდე შემორჩენილი გვაქვს. გამოჩნდა, რომ ერის დიდ ნაწილში საბედნიერო და ჩვენთვის საამაყოდ გიორგი ანწუხელიძე ცხოვრობს. რუსეთი იყო ოკუპანტი, რუსეთი არის ოკუპანტი და რუსეთი ყოველთვის იქნება ოკუპანტი. დიდება ქართველ გმირებს და დიდება საქართველოს. დროებით.